ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში. თოკაფე იღუარის და იქნება წვეთში. თოკაფე დაბრუნდა, თოკაფე აქ არის, მეგობრებო, მოგესალმებით, ეს არის მორიგი პოდკასტი და დღეს თუმრად არის კადე. სალამ იმაო. როგორ ახ? შვენივრად, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე სასევნო მივესალმები შენს მაყურებელს. კი ბატონო და მოდეს ტალახიანი წყალი დავასხათ. შემდეგში იქნება ალკოჰოლიანიც იყოს. არ გვასპონსორებენ და იმიტომ მოგლეჯილია ყველაფერი, რა უყოთ ხა. როცა სპონსორები იქნებიან, მე ცოტას გამგრილდებით. გამოვაცხადეთ ხოლმე ამ ყველაფერს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ. დღეს ახლა როგორც ხედავთ, ისევ დეიდა ჩემი სახში წერ, ახლა მაგ ჩინეულად ამყავს ხოლმე ეს ხალხი და იციან, კაცო, ჩვენმა მაყურებელმა რა და როგორ არის. აუცილებლად უნდა ვახსენო Dear Shop-ი, ჩემი ძმა კომპანია, რომელმაც საჩუქარი გამომატანა შენთან და უნდა გადმოგცე დასაწყისში, აბა ნახე, მოირგე, მოხედე. მადლობა. სანამ ფერთან კაია. მადლობა, Dear Shop-ს. შენზე მორგებული ძმო, თოკაფეთან. ჩემთვისაა შეკერილი. შენზეა შეკერილი. ზოგადად ხარებერებს და ამ მიმართულებაში ვინც არის? აი მე მაინც არ ვიფარებ, მას სხვენს ზოგადად იგი ეს. კი, საკუთარ თავზე მაქვს ეგ გამოცდი, კი, ჟელები, კეპები და ეს. მადლობა, მაინც. გადავდებ და მე ესეთი ამინდები მოდის, რომ საჭირო იქნება. ზოგადად ორი სიტყვით ჯერ გაგვეცანი, მეც დღეს გაგიცანი და ძალიან მაინტერესებს საიდან, როგორ ანაირად და ეკამ როგორ მოხვედი და მე პატარ-პატარა კითხვებსაც მოგაყრი რა. ვაფშე და ამ ამბავს ამ სფეროს, მით უმეტეს ქართულ ჰიპ-ჰოპს, უსმენ ბავშვობიდან. ხო. რაც მენა დავიწყე თვითონ მუსიკის, მანდეიდან დავიწყე ალბათ ქართული ჰიპ-ჰოპის მოსმენას და აი სულ მაინტერესებდა რა ეს ბეთლებით მით უმეტეს აი საიდანაც დაიწყო პირველი სეზონი flow იქიდან გამომდინარე აი მოყვები აი ტალღას ჩვეულებრივ არაფერს არ ვმაზავ რა ჩემი კარიერა დაიწყო სადღაც წელიწადზე ძალიან ცოტა იქნება რა მქონდა რა მანამდეც რაღაცეები მაინტერესები ტრეკი მაქვს კი სადღაც დაახლოებით 1-6 ტრეკი მიდევს YouTube-ზე კი ეხაც რაღაც ნახვებით ჯერ ვერ ვიტრაბახებ, მაგრამ ხო რა, ყოველთვის რაღაცა იწყება რა. ანუ ჩემი დაწყება არ ყოფილა ის, რომ აი ხა ბედზე გამოვდივარ და ბეთლით ვიწყებ რა, ჩემთვის უფრო ეს ტრეკები არის რა, უფრო მნიშვნელოვანი რა. მაგრამ ამის ყოველთვის მქონდა, რომ აი რაღაცა ბეთლი და მით უმეტეს ახლა რომ ბოლოს ყოველთვის ვესწრები, მით უმეტეს აი მე და ახლა ვართ, ავი, იძაშვილ მამიდაშვილები ვართ, ესე გავაცნობთ ერთმანეთს. ესე იგი, აჰა, ეს ამბავი არ ვიცოდი. ესე იგი ტახამდე ნელ-ნელა გავდივარ რა. კი, ეგრე ეს გამოდის და აი ტახამ დაიწყო, რავი, 17 წლისას და მე აგის მე უსმენდი და რავი ურთიერთობა სულ პატარობიდან, რავი, აკვნიდან რო თქვა, აკვნიდან ერთად მოვდივართ რა და ანუ ესე ყავს ესეთი ადამიანი, ვინც მაგამ ბავში მყავს. კი, არად არის და თითქმის სულ მეუბნებოდა ხოლმე მაგასაც, რომ რავი, არ გინდა და რავი, ცოტა თავს ვიკავებდი, მაგრამ რავი, ბოლოს რატომაც არა, რომ მეც მეტი ინტერესი გამიჩნდა, რავი, ამ სფეროსაც ხელი მოვკიდე და რავი 27-ში იქნება ჩემი პირველი ბეთლი. ეგ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 27 ივნის მონოხოლშია აბსოლუტურად. არა, მონოხოლში არა, ეხა არის თაწმინდაზე. აჰა. ორდღიანი ივენთი არის flow-ში და 27-ში იქნება ჩემი და დოკის დაპირისპირება და ასევე იქნებიან ივა და მედმოსე იქნება მაიკლა და თოვლისთან. კი ბატონო. მე 28-ში ფინალი და კიდე ერთი სეზონ ოფი იქნება JJ მარლო და იკა და აიდის. მოკლედ დახუნძრული არის რაიმენ რუცი და Flow-ს ამბებიდან გამომდინარე. შენ უფრო აკაპელას კაცი ხარ თუ უფრო BPM? არა, რა აკაპელაში საერთოდ ვერ ხედავ ჩემ თავს რა. არა, ბითი რა, აირისი მოკლას მიყვარს. სადაც მუშაობაც, ეგ არა, ეხა ჩემი ტრეკებიდანაც რა შეიძლება ბევრმა არ იცის და შეიძლება არაფერს არ ეცოდინება რა. YouTube-ის ლინკი იქნება აღწერაში, აუცილებლად. კი ბატონო, რავი, გადავიდეთ მოისმინეთ, თუ მოგეწონებათ, რავი, ყველას თავისი გემოვნება აქვს, მაგაზე არ დაობენ და რა ვიცი, ანუ ერთ სტილს არ მიყვები რა, როგორც ასეთი. მრავალფეროვნება კარგია. ხან ისე ხან ასე რაღაცები შევცვალე. ზოგადად აი ხა რომ გისმენ ხმის ტემბრი გაქვს ძალიან ისეთი კარგი რა და მე ვფიქრობ რომ თვითონ რეპში ხა მე შენი ტრეკები არ მაქვს მოსვენი და დღეს ჩაუჯდა მოусმენ და რაღაცა მგონია რომ კარგად უნდა იჯდეს მეთქი ბიტზე ეს ტემბრი თვითონ რა. იმიტომ რომ გაჩე თუ ესე შევხედავთ ხა მაგალითად კამის ცოტა შედარებით ისეთი ხმა აქვს, მაგრამ მაინც საკაიბო დუბეროს. ეს ბოხი თემაც რაღაცნაირად უხდება თითქოს რეპს რა. ხო, რავი, ჩემი თუ ვერ შევაფასებ რა, ჩემ თავს ვარ, რავი. არა, მე ხა როგორც მუსიკოს ყური მაქვს მაგის და
ხო, ყოველ შემთხვევაში რავი, შეუძლიათ ნახონ შეაფასონ. პირველი ასეთ კითხვა რა ხომ რომ პირველი ბიძგი თქო, მაგრამ ნუ ალბათ ტახადან გამომდინარე იქნებოდა თუ ვისის მენა დავიწყე თავიდან, ანუ ჩემთვის არ ვიცი ხარ ვისის როგორ იქნება, მაგრამ ჩემთვის პირველი იყო ზაზა რა. ნოზოც. კი, აი, უნიჭიერესი ადამიანი, რავი, მით უმეტეს მაგ დროს რო ეგეთ ჰიპ-ჰოპს აკეთებ, რავი, ტოპი ხარ რა, ანუ კიდე არიან ძველებიც რა, მაგრამ ჩემთვის პირველი იყო ზაზა რა. ზაზას რომელიმე კონკრეტული ტრეკი იყო თუ არა, ანუ კი, თავის შემოქმედება მთლიანად თავის სათქმელი, რასაც ამბობდა, რასაც აკეთებდა და როგორც აკეთებდა, აი, ყველაფერი იყო იდეალური. ქსელმა ზოგადად მასში მაგრად დაიწყო და აი ენემი მყავდა პოდკასტში და ესე აღნიშნა რომ 10 წელიწადში ერთხელ ეს რაღაცები ხდება რომ მაგალითად ძებნილები იყვნენო, მე ეს თემა იყო, ეხლა რაღაც მეოთხე და სისტემა და რაღაცნაირად ესე არისო რა მიყვება, ანუ ეს როგორც ასე ჯგუფების პონჩიო რა და ბანდების პონჩიო ასე თქვა რაღაცნაირად არისო ესეო და როგორც ჯუფიც არა რა, აი ცალკე თვითონ ან კი ქსელი ძალიან კარგი იყო, მაგრამ აი სადაც შემოქმედებას უფრო მეტ პატივს ვცემდი კიდე რა. არის ხო სოლო თემაში რომ ხანდახან გამოყოფილად ჯგუფში ადამიანები. რა, ვიდა მით უმეტეს ახლა არ მგონია რა საქართველოში იყოს ვინმე ისეთი, ვიც ქართულ ჰიპ-ჰოპს უსმენდა და აი ზაზას ტრეკები არ მოწონდა რა. მით უმეტეს მაგ დროს რა, ამდენი ხნის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ჩემი ძმა და მოკითხვა, აი რო იწყებდა პირველი ნაბიჯები, რომ იგზავნიდა, რომ აბა თოკო მოусვინე როგორია და რაღაც იქით და აქეთ მე უფრო მეტი გამოცდილება მქონდა მაშინ მაგ ამბავში და ძალიან ბევრი ჰეიტი წამოვიდა ამ კლიპებზე, მთავრობასთან დაკავშირებით და აქეთ და იქით. ზაზა ერთხელ მყავდა მე პოდკასტზე და მეორე მოსასვლელია და იცის უსაშველოებზე და რაღაცებზე გვაქვს ასე და ასევე წარმატებები დაიწყო კი უყურებ ვადევნებ თვალს. მეორე სეზონი და ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეხლა მე კიდე ერთხელ არავის ადვოკატად არ ვდგები ხოლმე, მაგრამ სხვის ტყავიდან ეხლა არ არის რა ესე რა, როცა სხვის ტყავში ესე ლაპარაკობ, რომ ჭკუის სასწავლებად, რომ აი ვითომ აი მე ესე ვიზავდი, ვინ რა დროს რას გავაკეთებთ, არავინ არ ვიცით და ესე ადვილია, ესე ბრტყელი საუბრობ. არ ვიცით მის ცხოვრებაში რა ხდება, რატო გადადგა და ესია და როგორც ადამიანის ვიცნობ და რავი ძალიან კარგი ადამიანი არის. კი ბატონო, გეთანხმები ჩემს. ოჯახისთვის რავი რა გააკეთა, როგორ გააკეთა, ეგ თავისი ამბავია რა. მე მაგის შემოქმედებას პატივს ვცემ. ამერიკისკენ ვის უსმენთ ცხოვრებებს? აი ბევრს აი ჩემთვის ეხა დღესდღეობით პირველი არის Kanye West-ი, ალბათ. ჩამოდისო ხო, როგორც ვიცი. თუ ჩამოვიდა. არა, ჩამოდის აწი ჩამოდის, ავი Travis-ი, Drake-იც კარგია, ეხა პროსტა იქ რაღაცა ჩეპეებში რო არის, ნახოთ აბა რა სიზავს, მაგრამ აი Kendrick-ი ალბათ პირველია ხა ჩემთვის რა. ისე რა ხან ახსენეს ჩეპეები დისერთან დაკავშირებით როგორ ახაში როგორ უყურებთ მაგას ზოგადად? ანუ არ ახლა საქართველოშიც და ზოგადად. ანუ დის კულტურა კარგია, მაგრამ რის გამომდინარე დისა ვიღაცას, ეგეც რამე მიზეზი უნდა კონდეს რა, ხა უბრალოდ ეხა ერთმანეთში თუ რაღაცა კონფლიქტი გაქვს პირადული და რაღაცა ეს არ გინიათ რომ შეხლა შემოხლაში და რაღაც ხელების ქნევაში გადავიდეს და რაღაც უფრო ხელოვნურად მიუდგე ამ როგორც ხელოვანი ადამიანი და რაღაცა დაპირისპირება გამოიწვიო შენი მუსიკალური მხრიდან და აი მაგნიჭით დაამტკიცო რა, ვინ უკეთესია და ვის მეტი სათქმელი აქვს. კი, არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგასთან, მაგრამ როდესაც აი არაფერი კონტაქტი არ გაქვს, არც იცნობ, არც იქით, არც აქეთ და ასე უბრალოდ გები და ჰაიპისთვის ვინმე გადისო, ცოტა რა მიუღებელია რა ჩემთვის. აი ჩემთვის ახლა ჩემ ტრეკებში რავი არავის დისი არ მაქვს საერთოდ და აი ახლა არც ვაპირებ რა იმის გამო რომ აი ვიღაცა არ მომწონს და პროსტა გავდისო რატო აი შეიძლება ჯერ არ გაქვს რა იცი რომ გამოხოლმე რა იქნება. ხო ანუ მე აი მაგას ვიძახი რა რამე დაპირისპირება თუ ახლა ისეთი თუ იქნა რომ აი რამე შეურაცხყოფები და რაღაცები წამოვიდა მე კი შეიძლება მაგრამ ასე უბრალოდ დავდგე და ვიღაცის რაღაც შემოქმედება არ მომწონს და მაგის გამო ავდგე და გავდისო ეს აი როგორც ახას ნათესავი ამ შემთხვევაში არ შემიძლია როგორ კითხო შე როგორ უყურებ მაგ თემას ეს მეოთხე დასნა რო იყოს დაპირისპირება აი ანუ ეგ თემა მოგვარდა რა როგორც ასეთი შეხვდნენ ბიჭები სხვათა შორის ზოგმა აღნიშნა რომ აი როგორც რეპის ამბავშიო ძალიან ბევრი ტრეკები დაიყარაო და რაღაც მომენტში ხელი შეუწყო ქართულების განვითარებას
განვითარებასო რა და არ ვიცი ხო რამდენად ეგრეა მაგრამ ამ ქართული რეპის განვითარებას ანუ სწორად შეიძლება რა ბევრი ტრეკები დაიყარაო და რა უბრალოდ ანუ ჩემი აზრით ხალხს მეტი ინტერესი აქვს მაგის რა აი პური და სანახაობა ხო აი სანახაობა ჭირდება და ანუ ეგაა თორე ახლა ტრეკები ისედაც დაიყრება და ხალხი მოჭებული იყო და ელოდებოდა რა აბა ეხლა ის ხო ანუ ეგაა რა იმიტომ რომ იმან რომ რაღაცა დაუდო აბა ეს რას უპასუხებს მე ამან რომ უპასუხა აბა ეხლა ის რას იზავს და აი ამ მოლოდინში არიან და ეს მეტი ინტერესი შეიძლება იწვევს მაგრამ ანუ დისკულტურასაც თავის საზღვრები აქვს ჩემი აზრით რა. ეცშიც ახლა ვიღაცები რომ ამობენ რა ერთმანეთს აგინებენ არა თქო ჩვენ თანხდებით რა არის ჩვენთვის მისაღები რა არა ახლა სპეციალურებრივ სპორტია რა. ახლა შენდო კი მაგალითად შეთანხმებული ხართ მაგაზე? კი, რა თქმა უნდა. ხო რა და ეს კი, ანუ აგვაქვს ჩვენ რაღაც წითელი ხაზები, რასაც არ გადავკვეთავთ რა. აქამდე იცნობდი დოკს? აი ესე პირადად არა რა. მაგრამ ხა იქ გავიცანით. ისე როგორ აფასებ როგორც არტისტი? მე ვნახე რა მაგის პეტრლებ უყურე მე პირიქით გამიხარდა რომ მაგ ადამიანთან მომიწევს და პირისპირება იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ კი აი ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ რომ კაი ბედს დავდებთ რა ის რომ ცალკარა იყოს აი ცოტა ისე ეთება რა და მაგას მერჩივნა რომ აი ვისაც ანუ როგორც ასეთი პირველი გამოცდილება ორივესთვისაც რა იმიტომ რომ ახლა BPM-ი სულ სხვა არის და აკაპელა სულ სხვა რა ეს მაგრამ მაინტერესებს ხო და აი BPM-ზე რავი ორივე პირველად კი აკაპელაში გამოვიდა მოიგო აი BPM-ი საერთოდ სხვა ამბავია რა სხვათა შორის პირველად პოდკასტზე ჩემთან იყო მაშინ მე გავაცანი მაყურებლის პოდკასტის თემიდან გამომდინარე და ჩემთვის პოდკასტი პირველია არა ხარ ხო თუ ხარ არა პოდკასტი პირველია კი ხო ეს წარმატების მომენტი იქნება რომ ძალიან ხშირად გაიჟღერე ამ ბოლო დროს რაიმენ რუჩი ეგეთი თემა რომ თუ ტოკავესთან პოდკასტზე არ ხარ ნაყოფი რა ის რეპერი ხარ არ იყო მე ეგ თემების და ასე რომ როგორ ემზადები რა მე ვფიქრობ რომ ეხა ამ შემთხვევაში დოკის თემაში შენ უფრო მეტი მასალა შეგიძლია რომ მოაგროვო და დაწერო ვიდრე იმას მე ესე ვფიქრობ მაინც ხო რომ რადგან არ ჩანდი ასე ხშირად ხო შეიძლება ასე კამერებში არ ჩანდი რა ანუ მასალა რა აი ზოგადი რაღაცეები შეიძლება რა შეიძლება მეტი მქონდეს ალაპარაკო იმ პონჩი რომ აი გამოვიდა და იქ რაღაცა სიტყვები დავიჭირო ან რაღაცა მაგრამ არა რა ჩემი აზრით ერთნაირი ისა გვაქვს რა მაგასაც ხო არა იმიტომ რომ მე გარი ხომ ისე რომ ხო იცი ზოგი რომ ამბობს ხომ ხა პელეს ვის ეჯახება ან იანგ მაიქს ან ცოტა ისე ტიპს რომ აი მასალა გვაქვს ხო მაგრამ აი მასალა რო გაქვს სამაგიეროდ ის მასალაც ხო დახარჯულია რა. აი თუ 3 ბეთლი ქონდა 3 ოპონენტი ყავდა და აი მე მგონი ახლა მე-4-იც ქონდა ხო ფინალზე სეზონოფი. ხო 2-2-ზე ეგ მაგრამ მაინტერესებს სხვათა შორის. ხო ეგ ჯერ არ და ჩემ დაბადების დღეზე იყო 40 ბეთლი იყო ერთად 30. ხო ანუ მაგაზეც იხარჯება ხო მასალა და შენ ხაი ადგე და იგივეები იმეორო რა ცოტა ისეთი იქნება. რაღაცა ახალი უნდა ეძებო ყოველთვის. განსხვავებული იყო რა. ეხა გააქვს უკვე დაწერილი თუ კი არა მუშაობს სამი რაუნდი გაქვს არა სამივე რაუნდის ბითიც არ გვაქვს ჯერ ორი ბითი გვაქვს მარტო ერთი დოკის არჩეული ერთი ჩემი და ამ პროექტის ბითს ველოდებით რავი ამ დღეებში პინო იმედია დაგვაწევ მალე დანარჩენი რავი მომზადების პროცესი მშვენივრად მიდის იცი რა მაინტერესებს ეხლა როგორც შენ კიდე ახალგაზრდა რეპერი ხარ ვინც კიდე წლებში ვარ და რაღაც გასაგებია მაგრამ აი შენ როგორ უყურებ ძალიან ტანციმანცისკენ ხوار წავიდე ეს ყველაფერი ანუ აი ძალიან ხوار გაპაპსავდა ძალიან აი ჰაუსისკენ რაღაცა თითქოს ტექნოში გადადის რა თლათ ის არა აი საცეკვაო ასწორებს მაგრამ აი ხა ზუსტად რა ფინალის ბითი იყო აი ეს ხალხმა რა და ხალხს ევასება ეს რომ იქ იდგეს და სულ არავინ არაფერი არ იბაზროს და ეგ ბითი იყო ჩართული მაინც იცეკვებს ხალხი რა აქ უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება რომ ეს ტიპი რას ამბობს აბა ცეკვით მოიგო ხალხში ხო ანუ და ანუ რას აკეთებს რას ამბობს რა როგორი ფანჩი აქვს ან როგორი სტრუქტურა აქვს ტექსტის და ეგ თითქოს იკარგება რა მაგრამ ხო რავია ყველას თავისი აზრი აქვს ალბათ ბეთს უფრო ჩაჭერა უხდება ვიდრე ბაუნსი რა შენი სტილი როგორია უფრო აი ბუმბეპისკენ არის თუ უფრო აი არა უფრო ტრეპს ვაწვევი მე რა ბუმბეპი ეს პროცესი ხო ვერ დავიჭირე რა მაინც უფრო ცოტა მძიმე BIG-ის თემა და რაღაცა მიცდია რა მაგრამ ნახე რომ ჩემი არ იყო და დავანებეთავ
კი ბატონო. სხვა კიდე უფრო მეტად რო გავასწოთ კიდე ხალხ შენ თავი მაგალითად ამ რეპის გარდა დაუშვათ თუ სწავლობ ან რა. სწავლობდი, ჯერ რავი უნივერსიტეტში სწავლობდი, მაგრამ ალბათ როგორც ყველა ჩემი ასაკის ადამიანს დაგვემთხვა კორონას პერიოდი და პირველი სემესტრის მერე უკვე ისე იყო რომ აი ონლაინ და ეს ონლაინ ცოტა მუღამი დავკარგე რა სწავლის. ხო. აი 1-2 წელი მაინც ვცადე მესწავლა, მაგრამ იქ უფრო სიზარმაცე იყო რა, ხა როცა შეგიძლია რომ ადგე და პირდაპირ ჩააბარო ეს გამოცდები, აი და არაფერი სწავლა არ მიიღო შენამით, ცოტა აი უაზროდ მომეჩვენა რა და ამიტომაც მეორე კურსის დამთავრების მერე დავანებე თავი და ვცადე რომ პროფესია შემესწავლა და ინფორმაციული ტექნოლოგიებზე ჩავაბარე კოლეჯში რა. ერთი წელი ვისწავლე მაგაზე, ავიღე დიპლომი და ამ დიპლომიანი რეპერი ხარ ეს. ხო რა, შეიძლება ასე ითქვას. დიპლომიანი. მაგრამ მე ანუ მაგასაც აი როგორც პროფესია კი შევისწავლე, მაგრამ აი რო გამეგზელებინა და აი მაგით ვიმუშავებ ან რაღაცა არა. გავრჩე იმინა რეპერი ხარ ესე იგი რა, ანუ გულიცუით ამ შემთხვევაში. ხო რა, რეპი ჰობია და აი ესე რო ვაქვთ ხოლმე რა, რეპი ჰობია, მაგრამ დაუშვათ სერიოზულად არ უყურებ, რო იციან ხოლმე. ხო, არა, სერიოზულად უყურებ საკმაოდ, მაგრამ ახლა დღესდღეობით საქართველოში არა ის ამბავი, რომ აი მარტო აი რეპით მე ვიცხოვრო და რეპით ფული ვიშოვო და რაღაც აი რაღაც სხვა რაღაცები უფრო მეტად არის ხო ივენთები. ხო, აი ივენთები, აი რამდენი უნდა ჩაატარო ივენთი, რომ აი ყოველ თვე რო ატარო რა, თვითონ ხალხსაც მობეზდები რა. და აი ხა მაგალითად 1 და 2 ჯერ თუ მოვიდა რაღაცა 500 კაცი ან რაღაცა რა აი ყოველთვე რო ატარო სულ მოგაკვდება ხალხი რა აი ზაფხულში შეიძლება ბათუმისკენ ივენთები ზაფხულისკენ კი ანუ ხო და ეგა პერიოდულად არის რა არის რაღაცა მომენტები აი ზაფხულში შეიძლება ტურის პონტი დაგეგმოს სხვადასხვა ქალაქებში გააკეთო რაღაცა ეგეთი რაღაცები შეიძლება მაგრამ არის მე ისეთი მომენტებიც რომ აი მარტო მაგით ვერ გახაჩავ რა აი ხა ზოგადად საქართველოში მარტო ერთ რაღაცას რო ვაკეთებ ხო აი რაღაცა სხვა აი შეიძლება კოლაბი გააკეთო რაღაცა სხვა ფირმებთან რაღაცა და ეგრე კიდე რაღაც შემოსავალი ნახო რა. კი არ არის, კაი რო გარეკლამებთ ახლა ალბათ, მაგრამ აი მაკდონალდში შეიძლება რეპერი ბიჭი რო არის, კარგად. გაურეკლამა კამიმ კიდე ეგ რა ქვია KFC და ესე შემდეგ ანუ შეიძლება ეს კაირესი და ხო რეკლამიდანაც შეიძლება ხოლმე რომ კი იანგმაიკი იყო და მაშინ შაურმების თემა და ბევრი რაღაცა ხო აი ეგეც ერთხელ გააკეთე რა რაღაც ხო აი შაურმა მაგას აი წელიწადში ერთხელ გააკეთო ეგ რეკლამა და ეგ რეკლამა გავიდეს მაგრამ მარტო მაგ რეკლამით ხო არ იქნები მე სხვა რაღაცებიც გჭირდება რა დღესდღეობითაც იმდენად მაყუთები არ კეთდება ესე იგი ესე ხო არა რა ფული თავზე გვაყრია თქო არა ეს ამერიკა არა თავის დროზე ისაუქენი უშველე თავს ესე იგი მაგამ ბავში მე ესე გამოდის ეგრე გამოდის იმიტომ რომ რავი რა არის მაინც ვერ ვეშვები ამ თემას და ამიტომ მევასება რომ ეხლა მე ზოგადად ყველას პროს წარმოგდგენი მოყავს ხოლმე პოდკასტზე მაგრამ ძირითადი მაინც 70-80% არის ხოლმე რეპერების თემა იმიტომ რომ უფრო თავისუფლად ვარ უფრო მევასება ეს თემა მესვის ეს სფერო და უფრო ისე ვარ ხოლმე რა ჩემპიონში რა უფრო და როცა მუსიკასთან ხარ კიდე ერთხელ შეგახსენეთ რომ აუცილებლად არხი უნდა გამოიწეროთ იმიტომ რომ წეგან რო ამოდიოდით ვსაუბრობთ გზაში რომ ხან თითქოს სტიმული რაღაც მეკარგება რაღაცეთ რო ვაკეთო, ხან ვაგძელებ და ასე შემდეგ და არხი გამოიწერეთ რომ მეტად განვითარდეთ 20000-მდე ცოტა გვაკლია რაღაც 250 კაცი გვაკლია უკვე და ნელა-ნელა მოვიხოდოთ რა. თავარი არ გაჩერდეს. ხო, აი ეგ არის მთავარი, ხო და DL Shop-ი ჩვენი ძმა კომპანიაც აუცილებლად გვერდზე მიდგას საჩუქრებით და კიდე სხვა კომპანიებიც თუ გამომიხმაურებით. მომზადების პროცესი როგორია ხოლმე ზოგადად, აი როგორ იმზადები, როგორ წერ დავუშვათ რაღაცა ესე რომ ჯდები ხოლმე აუცილებელია, მაგალითად მომღერლების არის ხოლმე რომ აუცილებელი რაღაცა წვიმა იყოს, რაღაცა მუზა მიდეს და ხო ხტები რაღაცა ესე არაფერი, რავი, ჩაულებრი შეგიძლია გაიგვიძო ბიტი ჩართო, რავი ბიტს უსმინო, კარგად გაიაზრო. რამდენად ხიზელი უნდა იყო დაუშვათ, რომ მაგამ ზოგი ხო არო თუ არ დავლიე თუ არ მოუწიე რაღაცა ვერ წერი ისე რამდენია და. რავი, მე არ ვეწევი. პროპაგანდას არ ვეწევით, მაგამ და ისეც არ ვეწევით, მაგრამ ხო, მე არ ვეწევი და ლევით კი, ვау, მაგრამ ეგრე არ ვეხარ ასლოთი ვარ და რაღაცა. ხო, ახალგაზრდა. არა, ისე დაიწყო, მანდუნა გეთქვა, რომ აი დავანებე თავის სწავლას და ლოთობას მიყავ. ხო, არა. მაგის გამოსწავლას არ უნდა დაანებოთ, თავი ისწავლეთ პირიქით კარგია, ვისაც შეგიძლიათ, რავი, უკეთეს ვერაფერს ვერ იზავთ. დალევით ხო, არა, მაგის მუზისთვის და რაღაც დასაწერად არანაირი თრობა არაა საჭირო რა. თავარია კონდეს მუღამი იმის ინიციატივა რომ რაღაცა გააკეთო, ამ შენ თავს უნდა ებრძოლო რა. კი ბატონო.
რავი, ჩემთვის ეხლა რავი, ყოველი დილა ალბათ გაგვიძება ყავა და სიგარეტთან ერთად იწყება მე რაღაცის წერით რა. კი ბატონო. ეხლა იქ კრაუდის აყოლიების თემა რო არის რა, შენთვის რადგან პირველი არის ეს თემა რა. ნუ დოკი ეხლა აკაპელაზე გამოსულა და რაღაცები იცის ეხლა მაგალითად რომ როგორ შეიძლება იმოქმედო რა ხალხსა და აი შე როგორ ფიქრობ მაგალითად აი ისეთი მომენტები ხო არის რომ მაგალითად შეიძლება რაღაცა ვერ მიხვდეს ადამიანი და უშუალოდ რაღაცა კონდეს ონლაინი ან ფანჩე რაღაცა ვერ დაამუღამოს და ისი არაკვეს ან რაღაცა გააქვს ეგ მომენტები ფიქრობ რომ შეიძლება მაგალითად რაღაცა გაგიტყდეს და ისეთ მუღამში ვერ იყო რაღაც თუ მაინც ავდო როგორც დაიწყებ არა რა თქმა უნდა რა მე ჩემ მაქსიმუმს დავდებ აუცილებლად და რავი ხალხი ეხა მანდ ისეთი პონტი არის რა ეხაც რო დავდივარ და შენს თუ ხარ რა ნამყოფი ანუ იქ რო დგახარ რას ბაზრობენ მაინც და მაინც არ ისმის რა აი ეგ მართალია ხო უფრო ჟიურისას და ყურში რო უკეთია იქაც ბოლომდე ვერ ხო აი მაგ ყურსასმეში შეიძლება კიდე აი ძალიან მოჭიმულები არიანო აი კარგად დაიჭირონ რაღაცა და რამე არ გამორჩეთ რა მან უფრო ყვები აი საუბარს როგორი ფლოუთი შემოდის როგორ შეიძლება რაღაცა სიტყვები დაიჭირო და მომენტები მაგრამ აი არ არსებობს რომ მთლიანი ტექსტი გაიგო რა თავიდან ბოლომდე რა იბაზრა და მაგაზე არ უნდა იყო რა დამოკიდებული იმიტომ რომ მან შეიძლება კრაუდი არ აყვეს იმაში და რავიო და რაღაც ოვაციები არ მოყვეს ჩემ ფანჩზე მაგრამ როგორც ახალთან და ბანის ნახდება ხო აი თუნდაც აი მაგისთვის იღებენ და მაგისთვის იდება YouTube-ზე რომ აი მანდ უსმინო და რავი ერთხელ თუ მოусმენ და ვერ გაიგებ შეგიძლია მეორეჯერაც ჩართო და უკეთესად დაამუღამო რაღაცეები რა მაგრამ ამ გონია რომ დღეს უფრო ხალხი იმაზეა რა მაყურებელი რომ აი ვინ უფრო აბაუნსებს რა და ჩემი აზრით აი ეგ საბაუნსო ცოტა ნაკლებად ხო აი ჩემი აზრით უფრო ისაა რომ აი ვინ უფრო ძლიერად შეეხება რა მოწინააღმდეგეს და ვინ რა სიტყვის რა. ეგეც ერთ-ერთია რა crowd control-ი აუცილებელია რა, მაგრამ ამ crowd control-ში ის ფანჩები არ უნდა დაკარგო რა. მაგასაც სხვადასხვა ამბოლოდოს რასაც დავაკვირდი შეიძლება ადრეც ეგრე იყო და ჟიურიც ძალიან აქცევს ყურადღებას ამბოლოდოს რა, მაგას რო აი crowd-ის კონტროლი რო აი როგორ დაიჭირე ხალხი და როგორ აბაუნსე და ასე შემდეგ რა და როგორ მიიტანე ხალხამდე ეგ ყველაფერი. ანუ იმიტომ BPM-ის ერთ-ერთი ხოდის ეგაა რა რომ აი კაუდი გეკაოს რა აი ისეთია რომ აი ლაივზე რო დგახარ რა მაგალითად და ლაივზე რაღაცა ტრეკი გამოგაქ ეს ლაივზე შენი ტრეკი პროსტა არ უნდა იყოს მოსასმენი რა ან ხალხი უნდა ყვებოდეს თუნდაც ბაზარით ან უნდა აბაუნსო რა ეს ხალხი იმიტომ რომ არ მოიწყინოს რა აი ეგ პონტია BPM-საც რა მაგრამ პროსტა BPM-ში მე ამ crowd control-თან ერთად დამატებულია ფანჩი flow რაღაცა რამდენად კომპეტენტურები არიან შენი ხედვით ჟიური ხო არის ხომ მაგალითად ძვალზე ძალიან დიდი ჰეიტი წამოვიდა ძვალზე ჰეიტი წამოვიდა თრალი იყოს მეც ყინა ხა young mighty და პირველი ვიმდა გამოვარდნენ რაღაც არ იყვნენ გამოსავარდი მე ესე ვფიქრობ მაგრამ ხო ანუ ეგ ყველას თავისი აზრია რავი ჟიური თვითონ იცის რავი მანდაც გაყოფილი გადაწყვეტილება იყო იქ რუსიამ ისე ეს თემა იჩნდება ხოლმე ძირითადად რომ სულ ისე მთავრდება რომ არის ხალხის ჩემპიონი და არის ჟიურის ჩემპიონი ეგ ყოველთვის ხალხს ყავს თავისი ფავორიტი რა რაც არ უნდა კარგი მოწინააღმდეგე ყავდეს და რაც არ უნდა კარგად მოუგოს რა მოწინააღმდეგე მაინც იმაზე მიდიან რომ აი მაინც იმან მოიგო და რავი ეს ჰეითერები ყველას ყავს რა ეს არ უნდა იყოს დაჯახებამდე ვერ მივედით რა აი მაგრამ ფიქრობ ძალიან საინტერესოა სად აკაპელაზე თუ BPM-ზე არ ვიცი ხა მე რასაც ვფიქრობ პელე უფრო არის მაინც აკაპელას კაცი სულით გულით უფრო მაინც ჩემი აზრითაც და ეხლა იქაც მაგალითად ცუდი არ არის მაგ ამბავში ტახა მაგრამ ტახა მაინც უფრო BPM-ის კაცია მე ესე მგონია უფრო რა უფრო კარგად გწონს ნუ აკაპელად მოგებული აქვს ღერის რეპავს ანუ და ეს არის რა მარტო ის რა კი და ჩემი აზრით აი ვიცი აი ხო უყურებ ხოლმე რომ წერს რაღაცეებს აი გინდა ტრეკი იყოს გინდა ბეთლი იყოს რა რომ მომისმენია რომ წერს აი ძალიან სიღრმიდან წერს რა რაღაცეებს აი ძალიან უნდა ამოთხარო რომ რაღაცა გაიგო რა ან ჩემთვის ძალიან სხვა ლეველზე არის რა როუსპენ ეხლა მეც ხო მუსიკალური ყურიც მაგრამ აი ძალიან მუსიკალურია რა ძალიან და არ არის მარტო რომ ხო რაღაცა დიჯიბი დაჭდა ტექსტი დაწერა ძალიან კაი რაღაც და ვაფშე თან რო უყურებ გონია რომ ერთი რაღაცა 40 წლის ტიპია ანუ არა აქ რა ის 24-ისა ხო ანუ არ არის 24 წლის ახალგაზრდა გონია რომ ვიძეც ისია რომ რაღაცა ისეთია რა და
რომ გამოდის გონია რომ აი ვისაც დაეჯახება გადაუვლის და ეგ არის და დაჟე იმ დღეს ყავდა ან მახსოვს რომ მე რეპერმა თქო პოდკასტზე მოწვეული ერთი ადამიანი და იმ დღესო პირველი ბეთლი რო იყო ტახა და ბანი რო დაეჯახდნენ იკა და აიდის ხო დაჟე იკა და აიდის ხომ მოუგო და ბანიცაც კი მოუგო მაგბეთში სამიოზე ბეთლავებოდა ეგეთი შთაბეჭდილება იყო ისე მან ჩემი აზრით ისეთი იყო რა სინქრონი ჰქონდა ცოტა სხვანაირად რა დაჭერილი რომ ბანი უფრო მშვიდი ყოფილიყო 70-30-ზე იყო რაღაც დაახლოებით უფრო ტახა უფრო ისე იყო და ხო უფრო მეტი ხოდით იყო რა მაგრამ ეგ იმას ანიშნავდა რომ ბანის ხოდია კი არა უი რა უნდა მეკითხა მართლა ეხლა რო იყო ბოლო ბეთლიო დაიდო და გაწევ გამოწევები და ამბები გახსოვს ეგ კი მაგასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? უნდა ხდებოდეს ეგრე? ეგ ვაფშე და აი ხა ჩემ გამოიყო თქო რომ ეგეც კაი იყოს რა მაგრამ მე რაღაც პოდკასტია და შეგვიძლია ხო აი ხალხს არ ცალყვები რა პოსტები რაღაცები შეიძლება იყოს მაგრამ ანუ არავინ არ იცის იქ რა ხდება რა და პროსტა ერთი რჩევა ის მექნებოდა რომ ანუ ამაზე საუბარიც ადმიდოდა რა იქაც არც დამიწერი არაფერი და არც ვაპირებდი მსგავს რაღაცაზე საუბარს რა რომ უბრალოდ აი ესე საუბარი როცა არ იცი რა ხდება რა არა ზოგადად რამდენად გამართლებულია ეს რომ მაგალითად როგორც კრაუდი არტისტს ეხები და რომ მიდიოდა ის ანუ ოღონდ მან აი კონკრეტულად რაც ხდებოდა რა ეხა მე რაც შავთვალე რა ჩემი გასაკეთე რა უნდა მექნა მე არც ან დაჯიკავება მან და ყოფილა და რაღაცა რა თუ დაუჯიკავებ რაღაცა უდნა ერთი ნაბიჯით უკან მაინც წაიწევს რა და მან კიდე ხო კაცი იყო რა მაგალითად ხო ანუ ეგ იციან კი ნახეს შეიძლება ბერმა არ იცის მაგრამ ხო არა ვარ ეგ ტიპი რომ აი რაღაცა შეურაცხყოფა მივაყენო და რაღაცა პირიქით ვიცნობ ყველას საერთოდ ყველასთან რავი ჯიგრულად მაგის მერეც ვისაუბრეთ მე და ჯეიმ ჩავეხუტეთ რავი ყველაფერი არაფერი ზედმეტში არ გადასძილა ჩვენი რაღაცეები მანდ იყო ეგეთი მომენტი რა რომ როდესაც ესენი ბაზრობდნენ რა უკან რო ვიდექი რა ხედავდი რომ აი ძალიან მოდიოდა რა წინ და თავიდან ახლა იქ რაღაც მომენტში რა არ ჩანს ეგ რომ ჯეიჯეს ვეუბნები უბრალოდ რომ მეთქი ჩაიწიე ხელს უშლი თქო რა და კიდევ უფრო წინ წამოიწია რა და მაგიტომ მივედი და უბრალოდ ოდნავ ხელით მივწიე რა იმიტომ რომ როდესაც არტისტი ბაზრობს ანუ თავის ტექსტზე იყოს ორიენტირებული თუ იმაზე რომ აი ეს ხელს მიშლის და გავწიო და აი აქ შეგეშალოს რა აი მაგ პონჩი ჩავთვალე რომ მეთქი ოდნავ ჩამეწია რა ერთად ბეთლავდით ეგრე გამოვიდა მაგ პონჩი ხო რავი ხა რავი ისაც როგორც უნდა ისე ჩათვალო ჩემგან რავი ხა ზედმეტი არაფერი არ ყოფილა მან ჩვენ რავი ჯიგრულად იყო ყველაფერი მანდაც კიდე ხა ბოლოს არ ჩანს ორი მივდივართ ვეხუტებით ერთმანეთს საუბრობთ და ალბათ ანუ იქაც ემოციაა რა რომ დგახარ ანუ იგივე ან ჩემთვის იგივეა რომ იქ მე ბეთლავობდე რა და ხა იქ შეიძლება კრაუდიდან მაინც რატო ჩაერია ძმა და ანუ მე ასე ჩავთვალე სწორად თუ რამე შეკითხავდეთ მოდით აი ეს ამოიჩება და ცალკე დაიდება PvP საძმოშიც მოგვითვა ყოველს PvP საძმოში ძალიან გახილვა მიდიოდა მაგ თემაზე და სხვადასხვა ის დღეს დაწერეს რომ ეს კაცი გაგოცანეთო ვინ არის ვინმე მოიწვია პოდკასტზე და ვიცოდეთო და მოვიწვიე და ისაუბრა კაცმა ხა არაფერი ისეთი არ იყო რა მაგრამ როგორც ბეთლს ძალიან მოუხდა ეგ ყველაფერი მინდა აღვნიშნო იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო შოუა ზოგადად ხო და მან გონია რომ ჩემ გარეშეც იგივე მოხდებოდა რა მან იმიტომ რომ აი იმდენად ხელი შეუწყი ფაქტიურად მაგ თემაში თორე ძალიან ახლოს მიდიოდნენ ბაზარი არა ხო აი ძალიან ანუ როგორი ამბავია იცი ახლა მეც რა რო ვიდგები ბეთზე და როდესაც მე ვბაზრობ ოპონენტი ჩემთან არ უნდა მოდიოს მე თუ მივედი ჩემი საუბრის დროს ეგ კიდე გასაგებია რა მაგაზე არანაირი პრობლემა არ არის როცა მაგრამ მე როდესაც ვბაზრობ და შენ მოდიხარ და მიკროფონთან მიდებ თავს ანუ ცოტა ისეთი არის რა შეიძლება არ ესმოდა და ახლოს მივიდე რომ გავუკეთე ცოტა ისეთია რა ხო რავი არაფერი შეურაცხყოფა მან არ ყოფილა და ბიჭებს ხელი შეუშალეთ და მე ჯეიჯეი მაგის გამო ხოძზე არისო არა თქო შვენიერ ხოძზე არიან ბიჭები რავი წარმატებები ეხაც კიდე ბეთლი აქვს ფინალის დღეს ექნება ეხა რავი ტახას და ბანიც რო ეჯახები ის თემა რომ სხვას გადააბრალო რომ იმის ბრალია რომ ხოძზე არა ცოტა ის არის არა ის არაფერი ხოდი არ დაუკარგავს მანდაც არაფერი არ ყოფილა რომ მეთქი უბრალოდ რავი ხელს მოუშლით რა იდექით მესაგზებს შენთვის ტახა გასაგებია ზოგადად აი მაგალითად ჯერ BPM-ზე რო თქვა აი დაახლოებით 5 აი ეს ტოპ ტიპები ვინ არის შენთვის შენი ხედვით ტახას გარეშე ტახა ისედაც ხო რავი ჩემთვის ალბათ პირველი ტახა არის და ეგრეც რო არ იყოს გასაკვირი იქნება ხო
არაფერი მიკერძოებაზე არა რომ ის რო ჩვენები ვართ და რაღაცა მაგდან არა სხვა გზა არ აქვს არა მაგის გარეშეც რა მაგის გარეშეც აბა ჩემთვის ვარ დავჯიო ხო ეგრე და ხო არა მაგის გარეშეც რავი ჩემთვის ალბათ вообще სხვა დონეზე არის რავი სხვა პლანეტაზეა კაცი კი ბატონო აი დაყოფა არ მინდა რა პირველი მეორე აი просто ისე ჩამოთვალე არა ხუთს ვიტყოდი აი ბანი რეიტინგულად რო მოსკა მედმოსე და აი ნიკის ფლოუებიც კიდე სულ სხვაგანაა რა ძალიან ისა რა ფლოუ კამიც ძალიან კარგი არის იმიტომ რომ ანუ შეგიძლია იდეა და კამის რაღაც რაუნდებზე ძალიან იღადაო რა ამ ბოლო დროს მაგრამ დაი კი აი თუნდაც აი პირველი სეზონიდან დღემდე აი ბიჭები ძალიან განვითარდნენ და რავი წარმატებები აი ჩემთან პოდკასტზე მოვიდა ყველა მაგრამ დაიხვეწა ეგრე არის ჩემთან იყო ძმაო და ეგრე არის მოდით ხოლმე და კაი ამბავიო მე კაი ტრამპლინია ხო მე რავი წარმატებები ყველა ძმები არიან მე შეიძლება ეკრანებზე არ ვჩანდი მაგრამ 5 წელია ყველასთან მეგობრობ вообще ყველასთან ვიცნობ გამოჩნდა თა როგორ გამოჩნდა ეგრევე ხო იქ მთელი ამბავი ხელი შეუშალა და დევები და სხვაებები გამოჩნდა არ ხელი შეუშალა არ ვიცი რა ხო ყველა თავისით გადაწყვეტს რა დღესდღეობით ერთადერთი რაც არის რასაც არ მივესალმებით ჩემთან მიმართულებაში იქნება მნიშვნელობა რა აქვს კრიტიკას და აი უზრდელობას და ამ დავშეთ აი გინება ანუ უნდა იყოს დაყოფილი რა ზოგს გონია რომ მაგალითად რაღაცა ისეთ შეურაცხყოფას მოგაყენებს რომ კრიტიკაა გეუნება და ამ დროს შეურაცხყოფელია რო ტიპი თავზე გიშვება ფაქტიურად და გეუნება რომ კრიტიკაა და არ არის ეგ სწორი და უნდა ვიცოდეთ არტისტების მიმართ ცოტა ისეთ დამოკიდებულება რა აი ბოდიში და რეპერების პოდკასტია მაგრამ შეჩემის დონეზე რო გადადიხარ აი ესე შეჩემათი და რაღაცა ცოტა ის უნდა გქონდეს მაგის დისტანცია რა ხო ხალხზე ყოველს არ ვაპირებ რა მაგისთვის სადوار ისედაც აი თუნდაც ბეთლის მერეც ყველას ყავს რა ვისაც მოწონს და ვისაც არ მოწონს ეგეთი რა მაინც ის დამოკიდებულება ეხლა ალბათო დოკი რახან ჩანს რომ დაუშვათ რახან აკაპელას ჩემპიონი არის შეიძლება იქ თემაც იყოს რომ იქაც აი ჩემპიონი შეიძლება იყოსო ვითომ შეიძლება მაგას ფიქრობ კიდევაც რომ მაინც რომ რახან უფრო ჩანს ვიდრე შენ ანუ ჩემთვის უკეთესია რა მე პირიქით იყო რა მე მქონდა კოაზე ნათქვამი რომ მეთქი ბეთლი უნდა გავეკეთებინა ისედაც ამ სეზონით თუ ერთ-ერთზე დაიწყებოდა მქონდა ნასაუბრები რომ მეთქი სეზონზე გამოდივარ რა სეზონზე ვიქნები და მე სხვანაირად გადაწყვიტეს ბიჭებმა რომ 2-2-ზე სეზონი გაეკეთებინათ და 2-2-ზე ისე დაალაგდა რომ იქიდან BDM-ის ბიჭები იყვნენ იქ შესარჩევები გაკეთდა რაღაცეები აქედან ძველები და ანუ ფიზიკურად სხვანაირად არ გამოდიოდა რა და ეგ ერთი სეზონი მან ჩავარდა რა ერთ-ერთზე თუ გაკეთდებოდა აუცილებლად ვიქნებოდი სეზონზე მაგრამ შემდეგ ყოველთვის ფინალის დღეს არის რაღაცა სეზონ ოფიც რა და მე და კოვამაც ვისაუბრეთ მაგაზე რომ სეზონ ოფი უნდა გავეკეთებინა და მე თვითონ მითხრა რომ დოკი მოვიდა ჩემთან და უნდა ბეთლი და რას ფიქრობ მეთქი რავი ძალიანაც ხო თქვა ჩემთან მოვიდაო დოკიო ხო ანუ დოკმა შესთავაზა რომ უნდა და ხო აი გუნა მე საიდან გაიჩნდა მეთქი ხო ბეთლი უნდა რა და დამირეკა რომ ასე და ასე თუ ხარ მზად, რავი, თუ გაქვს სურვილი და მეთქი, რავი, დოკი მით უმეტეს ძალიან კარგი ოპონენტი იქნება ჩემი აზრით და ჩემპიონები იყოს დაგებული კაც ბოლო-ბოლო. ხო, რადგანაც და კარგ ბეთს გაჩუქებთ, მე ამას გვირდებით რა. ძალიან კაი. ბარემ აქვე აკაპელაში მითხარი კიდე ტოპ 5 ტიპი. აკაპელაში, რავი, ალბათ პირველი მაინც პელეა რა, ჩემთვის. ხო. მე რო ჩამოვყედა, აი, მონტანაც ძალიან კარგი იყო. მონტანა ძალიან ბასრი და ძალიან კაია, მაგრამ აბა. ცოტა იყო და გათავდა ამბავია. გათავდა. რავი, და ხას აქ აღარ ჩავსვა, რადგან BPM-ზე იყო უკვე. თორემ ხუთი აუცილებლად შედის. ჩემი აზრით. აი ახლებიდან დოკიც ამ ნიჭიერი ბიჭი არის, დიდი მომავალია, აი BPM-ზე ნახოთ რა იქნება. აი ახლა რო გამოჩნდნენ მაგალითად ქუთაისელი ტიპები ADO, BGS-ა და XS-ები, მაგრამ აი BGS-ას ერთ ბეთს უყურე, სხვათა შორის და ძალიან ბევრი ვიცინე და ძალიან გამისწორდა ეგ ბიჭი რა. წარმატებები, ხო? იუმორი საჭიროა ბეთში როგორ ფიქრობ და შენ თუ გაგეკხაზები? იუმორი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ აი ძალიან იმაში არ უნდა გადაგივიდე, ანეკდოტში არ უნდა გადაგივიდეს. კომედი შოუში. ხო, აი კომედი შოუს რაღაცა, აი იუმორი აუცილებელია, რომ იქ რაღაცა გააცინო რა, ხა მარტო ურა უთხრა. ხო, ანუ კი საჭიროა რა, გინდა BPM-ში იქნება თუ აკაპელაში, ის იუმორი აუცილებელია, რომ აი მარტო ერთი რეაქცია არ იყოს ურა უთხრა და რაღაცა პირიქით, აი რომ გაეცინოს რა, რაღაც გავსი კაი ვარიანტია რა.
აქ ანუ შაირებია ხო ჩვეულებრივი რა რაღაც სით უნდა დაცინო რა ადამიანს და ეგა მაგ დაცინოზე შეიძლება თვითონ არ გაეცინოს მაგრამ შემთავარია რომ ხალხი გააცინო აქამდე მაგალითად არ გქონდა სურვილი დაუშვათ რომ გამოჩენილიყავი თუ არ გიცდია მაგალითად გინდა PvP-ზე გინდა ან რაიმე რუთზე ან ამ თემაში რომ გაჩთულიყავ ხა იმიტომ რომ კამერებს უკან ვიყავიო ძირითადად ბეთოზე ბეთზე რო გავჩთულიყავი აი ეგ იყო რა მე კამილომ სეზონი წაიღო რა მაგ დროს ფიქრობდი რომ მაგ სეზონზე გამოსულიყავი რა მაგრამ მე რაღაცები ისე დაეწყო რა ჩემ ცხოვრებაში რომ ვერ მოვახერხე რა ნუ უბრალოდ ეგ სეზონი გავმაზე რა მაგის მერე მქონდა ნათქვამი რომ შემდეგ სეზონზე ერთ-ერთზე გამოვიდოდი რა მე ჩატარდა უკვე 2-2 სეზონი და მან გაიმაზა რა გადაიდო და გადაიდო ხო ნუ აკაპელაში კი ხო ნუ რაიმე მუსიკი ვიკითხე მაგრამ აკაპელა დიდად არ მეძიდავსო და გასაგები ხო აკაპელა შეიძლება მოусმინო მაგრამ ანუ მე რო გამოვიდე და რაღაც ჩემი თავი ვნახო მან და არ გონია შავი ყველაფერი ხდება ზოგადად მაგრამ აი არასდროს არ თქვა არა ხო აი ეგ თემა არის მაგრამ არა უფრო BPM-ი ჩემთვის მე მინდა მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედი მან როგორ არის უყურე ბეთლზე რომ გამოხვალ მე კიდე უნდა მოგიწვია აუცილებლად იმიტომ რომ ეგ კიდე სხვა გამოცდილებაა სხვა მუღამით იქნები დატვირთული რა თქმა უნდა ორივეს გისურვებთ მოგებას რა თქმა უნდა ან ერთი მოიგებს ან მეორე მაგრამ ანუ ხო არა ეგრე მე მგონი ჟიური არ გვეყოლება რა აჰა მე აი ზუსტად არ ვიცი ხო რავი დაიდება და ხალხი თავის ფავორიტს აირჩევს აი შეიძლება რამე შეიცვალოს რამე და ჟიურის ყავდეს, ავი, სუსტად არ შემიძლია მაგის თქვა, მაგრამ უმეტესად გააჩნია, ხო? ხო, არა, ჟიურის არ ამგონია. იმას მაგალითად ჟიურიში, აუ, ჩემთვის საუკეთესო ჟიური არის გიორგი რუსია. აი, მე ხო ვინმე ასე გამოვყო არა რა. ხო, რავი, ვის ჩემი აზრით ყველაზე კარგად ესმის ის ფანჩიც, ის ყველაფერს. ისე ეგრევე მოგცემდა ხმას როგორ ფიქრობ? არა, მე ან ვაფშე არ ვისურვებდი რომ ტახა ყოფილიყო ჩემთან ჟიურისი, რომ აი შეიძლება რა დარწმუნებული ვარ რომ მიკერძოების გამო მე ხმას არ მომცემდა, მაგრამ ხალხს ვერ გააჩერებ რა. ანუ ეგეთი ამბავია. რავი, მე მგონი მაინც ჟიური არ გვეყოლება, მე როგორც ვიცი რა. თუ გვეყოლება არც ეგ იქნება პრობლემა. წარმატება მინდა გისურვო. აი ხარ ეს ბევრი ტრეკები, კლიპები, ამბები. კი, კრიტები მჭირდება იმისთვის რომ მეტი ტრეკი დავდო. ეხა კი შეიძლება იქ ვიღაცებთან რაღაცები გავაკეთო, მაგრამ აი დროის ამბავში ცოტა ვიწვევით რა. და ეხა წელიწადში ერთი ტრეკის დადება მით უმეტეს როცა ეხა იწყებ ცოტა ისეთ ცუდი ამბავია რა. ამიტომაც მიწევს რომ YouTube-დან ავიღო ხოლმე რაღაცა ბითები. და მაგალითად ჩვენ ვაკეთებდით 90-იანებში. ხო რა, აი დასაწყისისთვის ასეა და რავი, თუ ვინმე გამოჩნდება კიდე მე. ეს ბევრი კაცო ბიტმეიკერები, ვისაც აწყობს რომ პირიქით გაიგაჩონ და მაგალ ტრეკებზე იბაზრონ. ხო, რავი. თუ გამოჩნდება ვინმე. მით უმეტეს აგე გაჭირდება ხელი შეწყობა კაცო. ხო, რავი, არა პრობლემა თუ არა და სადმე მაინც გავიკვლევ 6 ტრეკი გაქვს ჯერჯერობით. ხო, როგორც 6 ტრეკი მაქვს სოლო და 1 მაქვს ფიტი იკასთან. მოკლედ გამიხარდა შენი გაცნობა. კიდე ერთხელ ვახსენოთ DR Shop-ი, ჩვენი ძმა კომპანია, რომელმაც კეპით დაასაჩუქრა, ეს კაი კაცი. არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ და სტიმული მომეცით, რომ ჩავწერო ხოლმე ვიდეოები რა. დეიდა ჩემთან ამოვარ თუ ბარში წავალ, სადაც ჩავწევ, თავარია ვიდეოებს მოგაწოდებთ. აბატაში დასხეთ, მეგობრებო, აი მაყურებლები არიან. ისი არ არის. გაიხარეთ მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და კიდევ შევხვდებით არა პრობლემა. კი, აუცილებლად. აბა ჰე. და მოგესალმებით მეგობრებო, ახალი პოდკასტი ჩაიწერა. სალამი. ითხოვდით ამ კაცს, მე ნახე კომენტარები და ასე შემდეგ, რომ გაგვაცანითო ეს კაციო, რაღაცაო იქით ვაკეთო და ესის კაცია კი ნახო ბეთლო ჩაშალა აუცილებლად. ის საჭიროა. არანაირი ბეთლი ჩაშალა. ხო და ყველაფერი ჯიგრულად. ბევრ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და აუცილებლად სანახავია და ეს კადე რატო დაერქვი? ანუ იყო ესეთი რაღაცა რა, სანამ დავიწყებდი. ხო. ხონდა ყველას ჭირდება stage name-ი რა. პაუზის მიშვილი ძალიან პატარა, რომელიც ვერ საუბრობდა კიდე მაშინ. ხო. და ანუ რაღაცის თქმა უნდა რა, ჩემთვის რაღაც გაჩერდი თუ გაჩეთო რაღაცა და შემთხვევით წამოხდა კადესავით რა და ანუ ძალიან მომხდა ყურში რა. და ბარემ მეთქი ხო, აი ბიზი შენ სახელზე იყოს ეგ სახელი და აი ასე წამოვიდა ჩემთვის კადე რა.
კი ბატონო, ეხლა ας ვფიქრობდი, იცი რომ აქ ხო ეს ვისაუბრეთ და პრინციპში კამერა გათვლილი არ მოგდა, შეუძლიათ ამით დავამთავრებ ამ საუბარს. კი ბატონო. მე გუნა რომ დავამთავრებ, თუ მე დაგუმთავრებია, აქაც ვაუბრობ, იქაც ვაუბრობ, ყველგან ჩვენ ვართ. დაელოდეთ, მოკლედ, ძალიან მაგარი პოდკასტი იქნება და გამოიწერონ შენი არხი აუცილებლად. უეჭველი და 27-ში 27 ივნისს დაწმინდაზე იქნება. 27 ივნისს დაწმინდაზე დოკი და გელოდებით. კადე ერთმანეთს დაეჯახებიან. აბა ჰე, დროებით. წარმატებები.